მესტიაში გემოფესტი გრძელდება. კულინარიული ფესტივალი სტუმრებს დღესაც დღის 3 საათიდან უმასპინძლებს. ფესტივალი კი შიდა ტურიზმსა და გასტრონომიული პროდუქტების განვითარებას უწყობს ხელს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიაში ევროპული ქვეყნებიდან პრეს ტურს მასპინძლობს. სტუმრები მაღალ რეიტინგული ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები არიან. გემოფესტისა და მესტიის გარდა დაგეგმილია მათი ტური უშგულსა და თბილისში. სეზონი საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის, ძალიან ბევრი ვიზიტორი არის მის მესტიაში. ხედავთ კიდევაც სწორედ ამ ფესტივალზე რამდენი ხალხი არის მოსული. ეს არის ძალიან წარმატებული ფესტივალი. შესაბამისად, ბევრი ხალხი არის კურორტებზე, როგორც საწვალზე, ასევე თეთრუნზე. ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი როგორც მოგზაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მოსახლეობისთვის, როდესაც წლიდან წლამდე ფესტივალს ელოდებიან იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უმასპინძლონ და ადგილობრივი გასტრონომია, ადგილობრივი კულტურა გააცნონ. ჩვენ აქ გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოვედით. პირველად ვართ საქართველოში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. განსაკუთრებით მოგწონს აქაური ხალხი და შესანიშნავი სამზარეულო. აქ გერმანიიდან ჩამოვედი, ბევრი ადგილი მოვინახულეთ. დაუჯერებელი სილამაზეა, შესანიშნავი გარემო. ყველას რეკომენდაციას გაუწევ ამ შესანიშნავ ადგილას ჩამოვიდეს.